გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. Fox News-მა საქართველოს დიდი სამეცნიერო კვლევითი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ანუ საქართველოს, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს. სტატიაში მოყვანილია ამ ინფორმაციის წყარო და ეს ყოფილა ჰადსონის ინსტიტუტი. და ამ კვლევის თანაავტორი კი ჩვენი ძველი მეგობარი ყოფილი პოლიტიკოსი და მუდმივი ნაცი გიორგი კანდელაკი ყოფილა. მეგობრო, ჰადსონის ინსტიტუტი რა არის, არ ვიცი და მარც მაინტერესებს. სამაგიეროდ ვიცი გიორგი კანდელაკი ვინაა და არც ის მაინტერესებს, მაგრამ აქ სხვა რამაა. ბრიტანული BBC-ს ჭორები არ იყო საკმარისი და ახლა ASH-ს Fox News-იც დაგვემატა. ბარაქალა ჩვენ მეგობრებო. ჩვენ ყოფილვართ ის, ვინც თურმე მსოფლიოს თავის ჭკუაზე ატრიალებს. მანამდე მხოლოდ რუსეთს ვეხმარებოდით უკრაინის ნგრევაში. ახლა კი თურმე ირანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ყოფილვართ და ალბათ ჩვენ გამო ამერიკამ ჯერ ვერ დააჩოქა აიათოლებით სავსე ქვეყანა. მე ამაყება ხომ იცით? ეს რა მაგრები ყოფილვართ. და კითხვა მაქვს ბატონი ხელისუფლებისადმი. თუ ასეთი მაგრები ვარ და თუ ჩვენზე გადის ნულოვანი მერიდიანი, ანუ ჩვენთან წყდება მსოფლიოს ბედი, მაშინ ჩვენ რიგითი და უბრალო მოქალაქეები რატომ ვართ ასეთ გასაცოდავებულ მდგომარეობაში? რატომ გვიჭირს და რატომ არ გვილხინს? აი საკითხავიც ეგაა. დასავლელები ასეთი ტემპით თუ ივლიან, არ გამიკვირდება, რომ მალე ჩვენთან ბირთვული იარაღიც აღმოაჩინონ, რომელიც ელიევას ბაზრობის რომელიმე საამქროში მზადდება. ქიმიური იარაღი ხომ ნახეს უკვე, ხო და მალე ბაქტერიოლოგიურსაც ნახავენ. დიახ, იქვე ელიევაზე რომელიმე საცხობში და თუ ასია, მაშინ დააყაროს დასავლეთმა ფარხმალი ჩვენ წინაშე და გვაღიაროს როგორც ურყევი ავტორიტეტი და თითოეულ მოქალაქეს თითო მილიონი გამოგვიყოს, თორემ შავ დღეს დავაყენებ და მთელ დასავლეთს ამოვძირკვავთ დედაბუდიანად. არა, დედაბუდიანად კი არა, მშობელ ნომერ 1 და მშობელ ნომერ 2 ბუდიანად და კაია კალას კი შემოიხედე გენაცვალეში ვამღერებთ საღამოობით, როდესაც ჩვენ იქ ხინკალზე და ქაბაბზე შევალთ ხოლმე კუჭთ გასართველად. კაია ხომ კალასია გვარად და იქნებ სიმღერა მაინც გამოუვიდეს იმ ფერმკთალ გოგონას. ისე კი ხუმრობა იქით იყოს და რა ხდება ვერ ხვდები. ამ უჯიშოებს, დასავლელი პრესის მესვეურებს ეთყობა დაგინებული აქვთ, რომ მიწასთან უნდა გაგვასწორონ. მოგვსპონ როგორც სახელმწიფო და ამ ადგილას რუსეთის საზღვრად დიდი კედელი აღმართონ. იმხელა კედელი, რომელსაც კოსმოსიდან არამხოლოდ მთვარის ბნელ მხარეზე მოსეირნე ასტრონავტები დაინახავენ, არამედ უცხო პლანეტელებიც, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტს რომ ჰკითხო, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაიარებიან აქეთ იქით და თვალს გვიპაჭუნებენ. რატომ გვერჩიან ბოლოს და ბოლოს? ნუ თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დაგვიმორჩილეს და ამიტომ აქვთ გადაწყვეტილი ძილში ბალიშით გაგგუდონ? ბოღმით სკდებიან, რომ 3,5 მილიონიანი ქვეყანა თავის გემოზე ვერ დაიმორჩილეს. კარგი, მოდი საღი გონებით შევხედოთ ყველაფერს. ნუ თუ ის მართლა რომ ველური დასავლელები იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ რომც მოგვენდომებინა მათ ჭკუაზე გავლა, რუსეთი ამის საშუალებას არ მოგცემდა. აგერ უკრაინამ ხომ სცადა და რა დღეშია კი ვხედავთ. და ამ დროს უკრაინა ჩვენზე 10ჯერ და უფრო მეტჯერ მრავალ მოსახლიანი ქვეყანა იყო. ნახ, მე ვამბობ იყო, რადგან დღეს უკვე გაცილებით შეთხელებულია უკრაინის მოსახლეობა და თუ ამჯერად სტატისტიკა არ იტყუება მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონითაა შემცირებული. ანუ 10 მილიონმა სამშობლოდ დატოვა. როდესაც ყველაფერი დასრულდება, რამდენი დაბრუნდება უკან, არავინ იცის. მეგობრებო, რეალური პოლიტიკა სინამდვილეში თურმე ძალიან არასასიამოვნო რამ ყოფილა და რამდენიც არ უნდა ვიბრიქოთ და ვბეროთ ლოყები, სინამდვილეს და რეალობას
ვერ გავექცევით. ჩვენ და უკრაინა ვართ რუსეთის ინტერესთა სფეროში, რაზეც რუსეთმა არაერთხელ განაცხადა. უკვე აშკარაა, რომ ვერც ჩვენ, ვერც უკრაინა ნატოში ვერ შევალთ. რუსეთი ამას არ დაუშვებს. რუსთავზე მოხტუნავე აქტივისტები კი დაიწვლებენ და რუსეთს ვინ ჰკითხავს ამასო და რამდენიმე წლის წინ მეც დავიწვლებდი იგივეს. ახლა კი, როდესაც საკითხის აზრს მეტნაკლებად ჩავწვდი, მივხვდი, რომ თუნდაც ჰკითხავს და რა სიცრუეს და ორპირობაც არ უნდა ამთხიოს დასავლურმა პრესამ ჩვენ მიმართ, მაინც ვერაფერს გავხდებით და მათ დაკრუზე ვერ ვიცეკვებთ. და თუ ავცევდით, ჩრდილოელი დათვი ტორს მოგვიქნებს და საქმე გაცილებით ცუდად გვექნება, ვიდრე ეს დღევანდელ უკრაინაში ხდება. უკრაინა ტერიტორიულადაც ჩვენზე დიდია და უკრაინელები შთამომავლობითი პარტიზანები არიან და როდესაც სლავთა ომი დასრულდება, არ გამოურიცხავ, რომ უკრაინის ტყეებში დარჩებიან ტყის ძმები, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა და შეეცდებიან რუსეთს გაუწიონ წინააღმდეგობა ნაცადი გზებით. ჩვენ კი ამის გაქნება არ გვაქვს. ჩვენგან დარჩება მხოლოდ რქები და ჩლიქები, როგორც ერთ რუსულ საბავშვო სიმღერაშია ნათქვამი. თუმცა დასავლეთს რა შეენაღლება ჩვენგან რა დარჩება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანი.